წლიურად როგორც ბინების, ისე კერძო სახლების ფასი გაიზარდა, ზრდა კი საკმაოდ შესამჩნევია, ის 7%-ს აღემატება. რამ განაპირობა უძრავქონებაზე ფასების მატება და რაც მთავარია, როგორი მოლოდინები აქვს თავად სექტორს. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ვიქტორია საკუროვა, საკურა პროპერტიის დამფუძნებელია. ჩვენთან ერთად ვიქტორია, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, პატარა. ვიქტორია, ზოგადი ანალიზით დავიწყოთ პირველ რიგში. ზრდის მიმართულება გვაქვს როგორც ბინების, ისე კერძო სახლების მიმართულებით 6.9 და 7.2%-იანი ასე ვთქვათ შეფარდებით. ძალიან საინტერესო არის განვარტოთ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ფასების მატება. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ვხედავთ სტატისტიკაში, რომ ფასები იზრდება და ყოველთვის ვამბობთ და ვიცით, რომ უძრავი ქონება არის ისეთი აქტივი, რომელიც ღირებულებაში უნდა იზრდებოდეს. ეს არის მისი მომხიბლელობა. რაც შეეხება რამ განაპირობა, საინტერესოა ის, რომ მიგრაცია შემცირდა, ხოლო ფასების ზრდა ნარჩუნდება. ეს კარგი მაჩვენებელი არის ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩემი აზრით ეს ხდება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. პირველი მიზეზი არის ის, რომ ვხედავთ, რომ დეველოპერები აუმჯობესებენ ხარისხს. ეს პირველ რიგში გამოწვეული იმით, რომ კონკურენცია გაიზარდა, შესაბამისად გადარჩება, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის, ვინც ხარისხიან პროდუქტს შემოგთავაზებს. მეორე, რამაც გამოიწვია ხარისხის გაუმჯობესება, არის ის, რომ სახელმწიფო მეც სთხოვს დეველოპერს და მკაცრად ეპყრობა რეგულაციების შესრულება, არ შესრულების საკითხს და რეგულაციების შესრულება დეველოპერს ძვირი უჯდება, იმიტომ რომ მეტი სივრცე რჩება გაუყიდავი, ასე ვთქვათ, მეტი სივრცე რჩება არა ბინის, არამედ საერთო სასარგებლო სივრცების, ვთქვათ, სადარბაზოს კიბის 2 უჯრედი უნდა კეთდებოდეს, სახანძრო უსაფრთხოება ბევრად უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული, რაც მაცხოვრებლებისთვის ძალიან კარგია. ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული, ასევე მუშახელის ღირებულება ძალიან იზრდება, იმიტომ რომ კარგი ხარისხი ქონების მოითხოვს კარგი მშენებლობის ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ღირებულებაც იზრდება და ბევრი ასეთი მიზეზი გვაქვს, რაც იწვევს, ხარისხი არის გამოწვევი, ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი. მეორე გამოწვევი მიზეზი, რომელიც ზრდის უძრავი ქონების ღირებულებას, ახალი უძრავი ქონების ღირებულებას, არის მეორე მიზეზი, რომელიც ის ახალი უძრავი ქონების ღირებულებას არის რეალურად მოთხოვნა ბაზარზე. ანუ მოთხოვნა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება. რას გულისხმობ? დეველოპერები დღეს მოსახლეობას თავაზობენ კომფორტულ გადახდის პირობას. რაც იმას ნიშნავს, რომ კომფორტული გადახდის პირობა დეველოპერს ძვირი უჯდება. რას გულისხმობს ეს? ანუ ადამიანმა შეიძლება 0 შენატანი გააკეთოს ბინის ყიდვისთვის და ხდება ბინის მფლობელი და შემდგომ აგრძელებს ეტაპობრივად გადახდას. ადრე ეს სიტუაცია როგორი იყო? პირველადი შენატანი ჭირდებოდა დაახლოებით 20-30%, ზოგ შემთხვევაში 10, მაგრამ ძირითადად 20-30, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად ადამიანს ეძლეოდა ბინის ყიდვის შესაძლებლობა. მაგრამ ფასი უფრო კარგი გამოსდიოდა. ეს საინტერესო ტენდენციას შეეხეთ. ეს რამ განაპირობა გარკვეულწილად? ეს განაპირობა იმან, რომ ასე ვთქვათ, უძრავი ქონების გაყიდვების ტემპმა დაიკლო, თუ პირიქით გაყიდვების ტემპი ასე ვთქვათ განაპირობა, სწორედაც აი ამ გარკვეულწილად უფრო პრაქტიკულმა და მოქნილმა შეთავაზებამ. ზუსტად ეგ არის, რომ განაპირობა უფრო პრაქტიკულმა შეთავაზებამ, ანუ მეტ ადამიანს დღეს შეუძლია ბინის მფლობელი გახდეს, ვიდრე ეს იყო შარშან და შარშანწინ, თუმცა კიდევ ერთი საკითხია, რამაც განაპირობა ეს ტენდენცია არის ბანკების სესხებმა. ანუ ერთგვარად დეველოპერული პროდუქტები გახდა სერიოზული კონკურენტი ბანკების. კი ბატონო. იმიტომ რომ ბანკის სესხი ძვირდება, ამიტომაც ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა ის, რომ უფრო ნაკლები თანამონაწილეობა შეგიძლია მეორადი უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ მაინც ძალიან ძვირი გიჩნდება სესხი. აქედან გამომდინარე, დეველოპერებმა მოიფიქრეს ალტერნატივა, რომელიც მომხმარებელს არ გაურთულებდა ბინის შეძენის პროცესს, შესაბამისად, ბევრი მომხმარებელი მეორად ბინას დღეს პირველადის შეძენას ამჯობინებს, იმიტომ რომ უფრო კომფორტული გადახდის პირობა აქვს და მოქნილია გადახდაში. ვიქტორია, გარკვეულწილად რისკებსაც ხომ არ შეიცავს ეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ ბანკი ძალიან გარკვეულწილად ბევრი დაზღვევის მექანიზმს და უზრუნველყოფას ითხოვდა ამ ნაწილში. დეველოპერები გარკვეულწილად ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, მსგავსად მკაცრები არ არიან. დეველოპერებისთვის ხომ არ შეიძლება ეს იყოს გარკვეული რისკის მატარებელი.
დეველოპერებისთვის თუ მყიდველებისთვის? არა, დეველოპერებისთვის იმდენად რამდენადაც ისეთი რაოდენობის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფას არ ითხოვენ ისინი, როგორი რაოდენობასაც ბანკი ითხოვს. კი, დეველოპერისთვის პირიქით ეს რისკის გარეშე, იმიტომ რომ თუ ადამიანი რომ ყიდულობს ბინას დეველოპერთან, ხელშეკრულებას აწერს ხელს. ხელშეკრულებაში წერია რომ თუ ადამიანმა ვერ გადაიხადა ბინის ღირებულება, ის ბინა უბრუნდება დეველოპერს და ადამიანი იხდის გარკვეულ ჯარიმას ამაში. ანუ თავის გადახდილი თანხიდან დეველოპერს რჩება რაღაც ჯარიმა. ანუ დეველოპერი იბრუნებს უძრავ ქონებას მთლიანად, რისი გაყიდვა შეუძლია ისევ მთლიანი ღირებულებით და იმ მომენტში უფრო გაძვირებული ღირებულებითაც, იმიტომ რომ ეს ძირითადად მშენებლობის შუა პროცესში ამ ბოლოში ხდება ხოლმე რომ ადამიანი აბრუნებს ბინას, იმიტომ რომ ვერ ახერხებს გადახდას, ადამიანს თანხა უბრუნდება ნაწილობრივ და ნაწილობრივად ჯარიმის სახით რჩება დეველოპერს, ანუ დეველოპერს რჩება ბინაც და ჯარიმაც. კი ბატონო. შესაბამისად, პირგასამტეხლად ზუსტად შესაბამისად დეველოპერს ნაკლები რისკი აქვს ამ შემთხვევაში. მომხმარებელს აქვს რისკი ის, რომ უბრალოდ ვერ გადაიხდის ბინის ღირებულებას, თუმცა თანხა უბრუნდება ნაწილობრივად. გასაგებია. ვიქტორია, თქვენ ახსენეთ მოთხოვნა და მე მინდა ჩავშალო ის როგორც კერძო სახლების, ისე ბინების ნაწილში. გარკვეულწილად გასაგებია ბინებზე მოთხოვნის, ასე ვთქვათ, ზრდის, ასე ვთქვათ, ტრენდი, თუმცა თუ შევხედავთ კერძო სახლების მიმართულებით ცოტა აუხსნელია რა განაპირობებს, ასე ვთქვათ, ზრდის ტემპს. ძალიან საინტერესო იქნება განვმარტოთ ერთი მიმართულებით რა განაპირობებს მოთხოვნის ზრდის ტემპს და ხოლო მეორე მიმართულებით რა განაპირობებს. კი ბატონო. პირველი რაც განაპირობებს მოთხოვნის ზრდის ტემპს არის ის, რომ ისევ და ისევ არიან დეველოპერები, რომლებმაც ეხლა დაიწყეს კერძო სახლების დასახლებების მშენებლობა და მიწების დაყოფა და მიწების გაყიდვა დაყოფილად კერძო სახლების პროექტებით. ამან განაპირობა ის, რომ თუ ადრე მარტო ბინებში იყო შესაძლებლობა რომ შიდა განვადება გაგაკეთებინა, ახლა კერძო სახლებზეც შეგიძლია შიდა განვადება გააკეთო გარკვეულ პროექტებზე. მეორე რამაც განაპირობა არის რა თქმა უნდა მიწის ღირებულების ზრდა, იმიტომ რომ ვიცით რომ მიწის ღირებულება სულ იზრდება, იმიტომ რომ მიწა არის რესურსი, რომელიც რაოდენობაში არ გვემატება, პირიქით გვიმცირდება. აქედან გამომდინარე, კარგი მიწა კარგ ლოკაციაზე უკვე ძალიან ძვირი ღირს და თან მიწის კარგ ლოკაციებზე მიწებზე ფასი ზრდის ტემპი კიდევ უფრო სწრაფია ვიდრე ბინების ღირებულებაზე ზრდის ტემპი. კიდევ რამაც განაპირობა არის ის, რომ გვაქვს კარგი კერძო სახლების დეფიციტი. რა იგულისხმება კარგ კერძო სახლებში? მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ებრძვის ამ რეალობას, ვხედავთ იმას, რომ ხელფასები იზრდება, კარგი მუშახელის ანუ კარგი ტალანტების მოძიება რთულდება, შესაბამისად ხელფასებიც იზრდება, შესაბამისად ადამიანის მყიდველობით უნარიანობაც იზრდება. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნა კერძო სახლებზე, ხარისხიან კერძო სახლებზე. რას ვხედავთ ბაზარზე? ხარისხიანი კერძო სახლების დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად, კერძო სახლი, რომელიც დღეს გასაყიდად გამოდის, მიწა გაძვირებულია, დეფიციტია, აქედან გამომდინარე, ღირებულებაც გაძვირებულია. თუმცა გვაქვს თბილისში ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ჯერ არ არის მთლიანად დასახლებული, რომლებზეც ჯერ კიდევ მიწის მოძიება მარტივია, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კერძო სახლი, როგორი ხარისხიანიც არ უნდა ააშენოს, შეიძლება გაგიჭირდეს კარგი ღირებულებით ამ კერძო სახლების გაყიდვა. ამიტომ ხედავთ, რომ გვაქვს დისონანსი, გვაქვს კარგი ლოკაციები კერძო სახლებისთვის, სადაც მაღალ მყიდველობით უნარიანი ადამიანი ეძებს სახლს და ვერ პოულობს, იმიტომ რომ ძვირია ერთი და მეორე ფიზიკურად ვერ პოულობს და აქედან გამომდინარე, რომ გამოდის ბაზარზე ესეთი სახლი, მაღალი ღირებულება აქვს და გვაქვს რეალობა, რომ არის უბნები, სადაც კერძო სახლების გაყიდვა ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ უბანი არ არის ჩამოყალიბებული უბნად, ჯერ მიწის მოძიება შეიძლება იაფად, აქედან გამომდინარე, მან ფასები გვაქვს ძირითადად იგივე ნიშნულზე დარჩენილი, ზოგ შემთხვევაში უძრავი ქონების გამყიდველები უფრო დაბალ ფასად გვთავაზობენ. აი ეს, თუმცა სავარაუდოდ, რადგან სტატისტიკურად მაჩვენებელი გვაქვს ზრდის, აი ამათი საშუალო მაინც გვაჩვენებს ზრდას. კი ბატონო, ვიქტორია, ბოლოსკენ მივდივართ და აუცილებლად მინდა გითხოთ მოლოდინებთან დაკავშირებით, ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთ წლიან ჭრილში, პირველი 3 კვარტალის მონაცემებით ფასების ზრდის დინამიკა გვაქვს. ძალიან საინტერესოა მთლიან წლიურ ჭრილში როგორი არის მოლოდინები, რაც თავარია ფასების კუთხით. უნდა ელოდოს მომხმარებელი ფასების ზრდის ტემპის გაგრძელებას? მე ვფიქრობ, რომ უნდა ელოდოს. უბრალოდ სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაზე ეს ფასების ზრდის დინამიკა იქნება სხვადასხვანაირი, ზოგან უფრო სწრაფად იზრდება, ზოგან უფრო ნელა იზრდება. თუმცა ვხედავთ, რომ ცენტრალურ უბნებში გვაქვს ყველაზე სწრაფი ზრდა. გარე უბნებში, სადაც მიწები ჯერ კიდევ არის დეველოპმენტისთვის, სადაც მიწოდება ჯერ კიდევ ბევრია, მან რა თქმა უნდა უფრო ნელი ზრდა. თუმცა ცენტრალურ უბნებში უკვე ისაც ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფი ზრდა გვაქვს და მეორადი უძრავი ქონების
ძალიან დეფიციტი, ასევე დეველოპერული მიწების თითქმის არ არსებობა. ვიქტორია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენე, ვიქტორია საკუროვა, საკურა პროპერტის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან და რაც მთავარია ფასებთან დაკავშირებით.